მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით. ნახოთ აბა რითი დასრულდება თქვენთვის ნოემბრის თვე. პენტაკლების სამიანი, არკანი მთვარე, არკანი კვერთხების სამიანი. აქ მოდის სრულიად ახალი გზა მეგობრებო. აშკარად იგრძნობა ნოემბრის თვის კულმინაცია, ნოემბრის თვის დასასრული. პირველ რიგში აქ ყველასთან, რა თქმა უნდა, ეს ასე არ რეზონირდება, იმიტომ რომ ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ თუ თქვენთვის ეს აქტუალური არის, აქ შეიძლება იყოს რაღაც ახალი სამსახური, ახალი კარიერა, გასაუბრებაზე წასვლა, ტრენინგები ან რაღაც მსგავსი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ თქვენთვის ეს არ არის აქტუალური, მაშინ აქ ვხედავ ადამიანებთან მეტ კომუნიკაციას, მეტად ინტენსიურ კომუნიკაციას, რაღაც გარკვეულ ლაპარაკებებს, შერიგებებს. თუ თქვენი ბიზნესი გაქვთ ან კლიენტებზე მუშაობთ, რა თქმა უნდა, აქ იქნება მეტი კლიენტურა, მეტი აუდიტორია, რაღაც ახალი კონტრაქტები და ნახეთ კვერთხების სამიანი, რაღაც ახალ გზაზე დადგებით, რაღაც ისეთში დაინახავთ შედეგს, რაცაც აქამდე შედეგი არ მოჰქონდა თქვენს რეალობაში. თუმცა ასევე აქ ამოვიდა არკანი მთვარე. თქვენ შიშებთან მაქსიმალურად ფრთხილად იყავით, მეგობრებო, კარგად დააკვირდით საკუთარ თავს, რატომ განიცდით, რა საიდან მოდის თქვენს გვეცნობიერში და ნახეთ, აქ თქვენ ძალიან ბევრჯერ მოგიწევთ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენი შიშებისა და კომპლექსების დაბრკოლება. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. მეტი სიმკაცრე, მეგობრებო, შეძლებთ რომ მეტი სიმკაცრე გამოამჟღავნოთ, მეტად მკაცრი იქნებით ადამიანების მიმართ, მეტად მკაცრად დაიცავთ თქვენს პირად საზღვრებს, ისწავლით ამას აუცილებლად. კიდევ დავამატოთ არკანი პენტაკლების ხუთიანი. იგრძნობთ იმას, რომ კრიზისშიც არ ხართ მარტო, მაშინაც კი როდესაც გგონიათ რომ ყველაფერი ცუდად არის, მაშინაც არის თქვენს ირგვლივ ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გვერდში დაგიდგებიან და მაშინაც როდესაც ყველაფერი კარგად არის. კიდევ ერთი არკანი დავამატოთ და ვნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. პენტაკლების დედოფალი. თუ ახლო წარსულში იყავით გარკვეულ ფინანსურ პრობლემებში ან ფინანსურ კრიზისში, აუცილებლად გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან.